პური ხარვეზის გამო, ინტერნეტის გამომართლობის გამო ვერ მოხერხდა მისი კარგად ჩაწერა. მე ვარ ესმა გუმბერიძე, Helping Hands და რადიო ჩემი ხმის მოხალისე. 3 წელია დაახლოებით რაც მიყვავს გადაცემა ჰორიზონტს მიიღმა ამ რადიოზე. გვაქვს live ჩართვები Facebook-ზე, ასევე SoundCloud-ზე ვდებთ გადაცემებს. თუმცა ვირუსის ეპიდემიის და პანდემიის გამო კარგი ხანია ჩემი გადაცემა ეთერში არ გასულა. Ახლაც ვინაიდან ყველამ სოციალური დისტანცირება და თვითიზოლაცია უნდა დავიცვათ. შეუძლებელია რომ სტუმარი მყავდეს, შესაბამისად დღეს აქტივიზმზე, საკითხზე, რომელიც ნებისმიერ დროს აქტუალურია და ამას მოგვიანებით დაუბრუნდები. კომენტარებს რაც შეეხება, თქვენ შეგიძლიათ კომენტარები მოიწეროთ და ლაივის დასრულების შემდეგ მე მათ დიდი სიამოვნებით ვუპასუხებ. რაც შემეძლება. ასევე თუ ვინმეს დაგჭირდებათ რაიმე რესურსი, მაგალითად პეტიციების ლინკები და ასე შემდეგ, შეგიძლიათ ასევე მომწეროთ და მეც ვეცდები ეს ინფორმაციაც გაგიზიაროთ. რაც შეეხება სამოქალაქო აქტივიზმს. შეუძლებელია ეს ცოტა ზოგადი ფრაზებით არ დავიწყო ეს ლაივი და შემდეგ უკვე კონკრეტულ მაგალითებზეც გადავალ. თუმცა ზოგადად რო ვთქვა, სამოქალაქო აქტივიზმი არის დემოკრატიის განუყოფელი ნაწილი და იმის გარანტია, რომ არ ჩავარდებით რაც ტოტალიტარიზმში, არ ჩავარდებით დიქტატორულ რეჟიმში და ასე შემდეგ. რატომ და რას ნიშნავს ეს? ჩვენ ვიცით, რომ დემოკრატია ნიშნავს ხალხის მმართველობას. მმართველობა კი არ ხორციელდება მხოლოდ 2-3 ან 1 წელიწადში ერთხელ, ხო? ეს როდესაც ჩვენთან ტარდება ხოლმე არჩევნები. არჩევნები არ არის დემოკრატიის ერთადერთი გამოვლინება. ის თუ როგორი ქვეყანა გვაქვს ჩვენ, არ არის მხოლოდ დამოკიდებული მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურებზე, მხოლოდ ხელისუფლებაზე. ეს ასევე იმაზეცაა დამოკიდებული თუ როგორი საზოგადოება ვართ ჩვენ. რა ფასეულობებს, რა ღირებულებებს ვეფუძნებით, რა პრინციპები არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული. და სწორედ აქ შემოდის სამოქალაქო აქტივიზმის როლი. ხო ვიცით რომ მმართველობა არ არის წელიწადში ერთხელ რაღაც არჩევნებზე მისვლა თუნდაც. მმართველობა ყოველდღიური პროცესია და როგორც საჯარო მოხელეები მოდიან ყოველდღე სამსახურში და აკეთებენ თავიანთ საქმეს, ასე თითოეულ ჩვენ მოქალაქესაც პრინციპში მართებს ყოველდღიურად რაღაცის გაკეთება მაინც სახელმწიფოში მმართველობის. ვიღაცამ შეიძლება თქვას რომ კი, მაგრამ ჩვენი გადასახადებით და ჯარიმებით ვუხდით ხელფას საჯარო მოხელეებს, რაღაცომ გვეკუთვნის და რატომ გვიწევს კიდევ რაღაცის გაკეთება. ამაზე ერთ პასუხს გაგცემ. პირველი ისეთი ყველაზე მოკლე პასუხი ის არის, რომ ყველაფერი სახელმწიფოს მიერ ვერ გაკეთდება. სახელმწიფო სამსახურში დაახლოებით რამდენიმე უკაცრავად რეკლამა, რამდენიმე 10,000 ადამიანი მუშაობს საჯარო სამსახურში საქართველოში და ჩვენი მოსახლეობა კიდე არის დაახლოებით 3 მილიონზე მეტი. რამდენიმე 10,000 ან თუნდაც 100,000, რამდენიმე მილიონ ადამიანს ყველაფერს ვერ გაუკეთებს, ხო? ანუ ჩვენ ერთმანეთსაც უნდა ვუკეთოთ რაღაცები. გამონათქვამს ისეთია, რომ სახელმწიფო სასტუმრო კი არ არის, სადაც ჩვენ მომსახურებას ვიღებთ მხოლოდ. არამედ ის არის სახლი, სადაც ყველა რაღაცას ვაკეთებთ ერთად. ეს ნაწილი სამოქალაქო აქტივიზმის ხო, არის ძალიან მნიშვნელოვანი ეს ყოველდღიური, ხო? რატო? იმიტომ რომ საჯარო მოხელეებიც არიან ადამიანები, ისეთივე როგორც ჩვენ, პოლიტიკოსების თანამდებობების. ისინი არიან ჩვენი საზოგადოების ნაწილი და მათ აქტივისტები რაც ჩვენ, უბრალოდ მათ უფრო მეტი ძალაუფლება აქვთ შეიძლება და წარმოიდგინეთ, რომ თქვენ სკოლაში წლის დასაწყისში მოგცენ უბრალოდ სახელმძღვანელოები და წლის ბოლოს გამოცდა დაგინიშნო. რამდენად უფრო დიდი შანსია, რომ ეს ყველაფერი აითვისოთ. ხო, მაგალითისთვის გეტყვით, რომ როდესაც ჩვენ მე ვსწავლობდი ერთ-ერთ უნივერსიტეტში და სემესტრს ვამთავრებდით სტუდენტები და შემდეგ სემესტრს ვიწყებდით, რომ წინა სემესტრის ქულები არ ვიცოდით.
არ ვიცოდით ჩავაბარეთ თუ არა ის საგნები, ეს იყო ძალიან სტრესული და ძალიან ცუდი, იმიტომ რომ ვერ ვიგებდით ჩვენ. მეტი უნდა ვისწავლოთ, ნაკლები, უფრო მეტ ძალისხმევა უნდა დავხარჯოთ, უფრო ნაკლები, რა და როგორ იქნება და შესაბამისად ასევე რთული არის საჯარო მოხელისთვისაც, როდესაც ჩვენ მარტო არჩევნებზე მოვდივართ და მარტო არჩევნების წინ მოვკითხავთ პასუხს. და ამიტომ არის ეს ყოველდღიურობა მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ადამიანისთვის ადამიანი ვერ ეგუება ძალიან დიდ დავალებას. როცა ხედავს, რომ უამრავი რამეა გასაკეთებელი, ის არაფერს აღარ აკეთებს მე, პარალიზდება ერთგვარად. უბრალოდ შეიძლება. ამიტომ არის მნიშვნელოვანი დავალებების დანაწევრება და ეს ერთიანობის განცდა და განცდა იმისა, რომ ეს დავალება მნიშვნელოვანია და ღირებული, სწორედ იმით მოდის, რომ რაც შეიძლება ხშირად ამ დავალებასთან დაკავშირებით გვაქვს რაღაცა მოკითხვა, ყურადღებას ვაქცევთ ამას და არა მარტო ის, რომ თქვენ ახლა აგირჩიეთ და 3 წელიწადში დადეთ შედეგი თუ არა და გადაგირჩევთ. ეხლა ვიღაცა იტყვის, რომ ანუ აქტივიზმი ამ ეტაპზე შეუძლებელია, იმიტომ რომ ყველანი უნდა ვისხდეთ სახლში. თუმცა აქტივიზმი რეალურად როგორც ტექნოლოგიები, ისევე აქტივიზმი ვითარდება და მან გადაინაცვლა მათ შორის ინტერნეტ სივრცეშიც და ამაზე უფრო მეც ვიტყვით, როგორ შეგვიძლია რომ ჩავერთოთ ონლაინ. აქტივიზმის რამდენიმე ფორმა არსებობს, ერთი არის სახელმწიფოზე ზედამხედველობა და მეორე არის სახელმწიფოს ჩანაცვლება. სახელმწიფოს ჩანაცვლება ნიშნავს, რომ როდესაც სახელმწიფო ვერ აკეთებს რაღაცას, როგორც მე ვთქვი, ყველა მილიონობით ადამიანის საკეთებლო საქმეს ის ვერ აკეთებს, იქ ვაკეთებს ჩვენ. მაგალითად, ეხლა რომ შეიქმნა ერთ-ერთი ჯგუფი გადავუხადოთ ერთური გადასახადები. ან დავეხმაროთ იმას ჯგუფებია და იქ ადამიანები თანხებს რიცხავენ იმათ ფონდში, ვისაც ხელფასი არ აქვს, ვინც დაკარგა ხელფასი ეპიდემიის გამო, ან გაეზარდა ხარჯები ამ ეპიდემიის გამო და ასე შემდეგ. ზოგადადაც სახელმწიფოს ჩანაცვლება მოხალისეობაც. მოხალისეობას ჩვენ ძალიან ხშირად მოხალისეობთ რეალურად, მაგრამ ამას არ ვეძახით მოხალისეობას, მაგალითად როცა ვეხმარებით მეზობლებს, მეგობრებს, ოჯახის წევრებს, ნათესავებს, კლასელებს. უბრალოდ ძალიან ხშირად ამ ადამიანებს ამდენი დახმარება და მზრუნველობაც არ ჭირდება და გამოგვდის ჰიპერმზრუნველობა და მე რაღაც პირიქით გაღიზიანება, უმადურობა, რასაც ვხედავთ, არ დაფასება, იმიტომ რომ რაღაცას არ გთხოვენ და იმას აკეთებ, იმ ადამიანს არ უჩნდება არანაირი სურვილი, რომ შენ დაგაფასოს ამ შემთხვევაში. ამიტომ ძალიან კარგია, როდესაც თუ კი შევძლებთ ჩვენ და დავამკვიდრებთ ამ კულტურას, რომ დავეხმაროთ სხვებსაც, უცნობებს, ისეთ ადამიანებს, რომლებსაც შემდეგ სამაგიერო დახმარებას ვერ მოვთხოვთ შეიძლება. მაგრამ ამავდროულად შეიძლება გამოჩნდეს ისეთი უცხოც, რომელიც ჩვენსავით, როცა ჩვენ დაგვჭირდება, ასევე დაგვეხმარება უკვე ჩვენ. და იმ პირობებში, როდესაც ჩვენ ხშირად გვიწევს ცხოვრება, ოჯახის გარეთ, მოუკიდებლად, სხვა ქალაქში მოგზაურობა და ასე შემდეგ, ის რომ უცხო დაგვეხმაროს და დაგვაკვალიანოს ხდება ძალიან მნიშვნელოვანი. შესაბამისად, თუ კი ჩვენ ამ კულტურას დავამკვიდრებთ ზოგადად, რომ უცხომაც შეიძლება რაღაცაში დაგეხმაროს და დაგაკვალიანოს და გირჩიოს და ასე შემდეგ, იქნება ძალიან კარგი ყველასთვის, იმიტომ რომ უფრო მეტი შანსი გვექნება და გექნებათ თქვენ და თითოეულ ჩვენგანს, რომ როცა დაგჭირდება უცხო ადამიანი, შემთხვევითი მართლაც დაგვეხმაროს. დღესაც კი არსებობს მოხალისეობის შესაძლებლობა, წითელი ჯვარი ამზადებს მოხალისეებს, რომლებიც წაიღებენ საჭველს და პირველადი მოხმარების ნივთებს მიუტანენ მოხუცებს, მარტოხელა დედებს, მცირეწლოვან ბავშვიან დედებს, ხო, მრავალშვილიან ოჯახებს, ვისაც არ შეუძლია სახლიდან გასვლა, ოჯახების მიტოვება, შიშიმო პირებს, რომლებსაც ოჯახებიც შეძლებენ, მაგალითად მაღაზიაში გავიდნენ და იყიდონ რაც ჭირდებათ და ასე შემდეგ. ამ ლინკსაც მე გაგიზიარებ და ყველას შეიძლება დარეგისტრირება, ვინც ჩათვლით საჭიროდ და უსაფრთხოების შესაბამისი წესების დაცვით შეგეძლებათ, რომ ჩაერთოთ ამ მართლაც რომ სასიკეთო და ძალიან მნიშვნელოვან საქმეში.
და ეს დღესაც შესაძლებელია. რაც შეეხება სახელმწიფოზე ზედამხედველ, ხო, და კიდევ ერთი სახელმწიფოს ჩანაცვლების ფუნქცია. მაგალითისთვის, აი, როდესაც ჩვენ ან ინტერნეტი არ გვაქვს, არ მიგვეწოდება კარგად, ან წყალი და ჩვენ ამის გამო ვრეკავთ სადმე, მაგალითად ეროვნულ კომისიაში ან Georgian Water and Power-ში. და ვამბობთ, ვაფიქსირებთ ამ საჩივარს, ან იგივე ინტერნეტზე, რომ ძალიან ნელია, რის გამოც ბევრი ვიტანჯებით ამ დღეებში. ამით ჩვენ ვეხმარებით არა მარტო ჩვენ თავს, არამედ სხვა აბონენტებსაც, იმიტომ რომ როდესაც გაიგებენ, რომ აბონენტები ზოგადად ჩივიან, რომ სიჩქარე არ არის საკმარისი და გამოასწორებენ ამ ხარვეს, ეს დაგეხმარებათ თქვენს და სხვა ადამიანებსაც. არის ის, რასაც სახელმწიფოსი ყოველწუთიურად ვერ გააკეთებს და ამიტომ უნდა გავაკეთოთ ჩვენ. როგორც ჩვენთვის, ასევე სხვებისთვისაც მათ შორის. რაც შეეხება სახელმწიფოზე ზემოქმედებას, ანუ იმისთვის, რომ სახელმწიფომ შეასრულოს თავისი მოვალეობები. აქ უამრავი მექანიზმი არსებობს, ყველაზე მარტივი არის საპროტესტო აქციები, გაფიცვები, დემონსტრაციები, რაც შესაძლებელი გახდება საჭიროების შემთხვევაში, როდესაც საგანგებო მდგომარეობა მოიხსნება და ეპიდემია ჩაივლის. ასევე არსებობს პეტიციებით მიმართვის შესაძლებლობა, მაგალითად ქუთაისში ბავშვებმა სკოლის მოსწავლეებმა მიმართეს მერიას პეტიციით, რომ შეეწამათ ადგილობრივი ტყე. იმიტომ რომ ერთია რომ ხე შეიძლება დაბრგოთ, მაგრამ მდგრადობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ ის ხე არ გაახმეს, რამე პარაზიტმა არ შეჭამოს. და სწორედ ამიტომ შეეწამლა. არსებობს ასევე სხვადასხვა ონლაინ პეტიციები, როგორც მთავრობის, ჩვენი მთავრობის მაგრამ მან რომ აწეროთ აუცილებელი იყო სრულწლოვანები. ასევე არსებობს საერთაშორისო პეტიციების საიტები, სადაც მე მაგალითად ძალიან ხშირად ვაწერ ხელს ისეთ პეტიციებს, რომლებიც საქართველოს საერთოდ არ ეხება. და გეტყვით რატომ. პირველ რიგში ვიგებ იქიდან ძალიან ბევრ ინფორმაციას, თუ რა ხდება სხვადასხვა ქვეყნებში, სხვადასხვა მიმართულებით, ხო? მაგალითად ის, რომ სიტყვაზე ამერიკაში კარგ ახანს კორონავირუსზე ტესტირება და კარანტინი იყო ფასიანი და მკურნალობაც და იბრძოდნენ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გამხდარიყო უფასო, იმიტომ და იმისთვის, რომ ადამიანებს, ვისაც არ აქვთ კარგი შემოსავალი, ქონოდათ мотиваცია, რომ უფასოდ გაელოთ ეს ტესტირება და არ მიეყანათ საკუთარი თავი დაღუპვის პირას, სანამ მიმართავდნენ ექიმს. ხო, რატო ვაწერ ხელს პეტიციებს, რომლებიც საქართველოს არ ეხება? რეალურად ჩვენ დღევანდელ მსოფლიოში, სადაც ყველა ქვეყანა დამოკიდებულია ტურიზმზე, რაც უფრო მეტი ტურისტია ეს შემოსავლებს ნიშნავს, ქვეყნის ცნობადობას ნიშნავს და ბევრ სხვა რამეს ნიშნავს. ხო, თუნდაც ის, რომ იტალიაზე შეიძლება უფრო მეტად დამწყდა გული მაგალითად და უფრო მეტ ვსაუბრობთ, ვიდრე იმაზე, თუ რა ხდება ირანში, არის იმის შედეგი, რომ იტალიაში ბევრი უფრო მეტი ქართველი მიგრანტი მუშაობს. იმის შედეგი, რომ უფრო მეტად იქ დავდივართ სამოგზაუროდ, ძალიან ბევრს ფოტოები გვაქვს გადაღებული, უფრო მეტად და ასე შემდეგ, ხო? ანუ ესეც ერთ-ერთი ფაქტორია და თუნდაც ის, რომ რატო არის, რომ ეიფელის კოშკის აღსადგენად და პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად ამდენი ადამიანი გაერთიანდა და ამდენი თანხები გადმოირიცხა, ხო? მაშინ როდესაც თუნდაც, ხო, ის კითხვები რაც იყო, რომ თუნდაც საქართველოში ამდენი ტაძარი და ამდენი რამ არის დანგრევის პირას, ხო? იმიტომ რომ ეიფელის კიდე უკაცრავად პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი იყო და არის მსოფლიოში ერთ-ერთი ძალიან ცნობილი ღირსშესანიშნაობა, ძალიან გაპიარებული, იქ დადის უამრავი ადამიანი იღებს ფოტოს და ამიტომ აქვთ ყოველს ბევრს წაგვიკითხავს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარიც, ვიქტორ ჰიუგოსი და ამის გამო გვაქვს ემოციები ამ ადგილებისადმი. ამ ყველაფერს იმიტომ რომ რეალურად სახელმწიფოებისთვის ძალიან სხვა ქვეყნებისგან და სხვების მოსახლეობისგანაც მოიპოვონ. იმისთვის რომ შემდეგ ეს თუნდაც შემოსავალში გადაითარგმნოს ან რაიმე ტიპის დახმარებაში და ასე შემდეგ. ამიტომ ამ სახელმწიფოების მთავრობებისთვის სულ ერთი მართლა არ არის
თუ რას ფიქრობენ სხვა ადამიანები, არა მათი მოქალაქეები თუნდაც. იმიტომ რომ ეს ქვეყანა ვიცით ხო, თუ არის კორუმპირებული, თუ იქ კრიმინალია, ომი, ეპიდემია, რომელსაც არ უვლიან და არ უფრთხილდებიან, ჩვენი ჩასვლა არ მოგვინდება. თუ იქ ხელისუფლება ისეთი, რომელიც ტყუილ ინფორმაციას ავრცელებს იქ არსებული ვითარების შესახებ, ჩვენი ჩასვლა არ მოგვინდება. შესაბამისად, ტურიზმში თუნდაც შრომით ძალის მობილიზებაში, სამუშაო ძალის და სხვა ბევრ რამეში ის ქვეყანა კარგავს. ამიტომ ასეთი პეტიციების ხელის მოწერა ტყუილი არ არის. ასევე როგორ შეგვიძლია სახელმწიფოს კონტროლი, ხო? საჯარო ინფორმაციის გამოთხოვით, ანუ კითხვების დასმით. ჩვენთვის საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებზე. შეგვიძლია მივმართოთ ნებისმიერ უწყებას, კარგად უნდა გავწეროთ რა გვაინტერესებს, რა ინფორმაცია და მივიღებთ ამ ინფორმაციას, შემდეგ შეგვიძლია ის დავამუშავოთ, გამოვაქვეყნოთ და ასე შემდეგ. შეგვიძლია ასევე დავესწროთ მაგალითად საკრებულოს სხდომებს, პარლამენტის სხდომებს თბილისში და მთავრობის სხდომებსაც კი. პარლამენტის ვებსაიტზე ყველა საკომიტეტო განხილვა რამდენიმე დღით ადრე იდება, დრო, რომელ საათზე აპირებენ და ასევე დღის წესრიგიც მეტნაკლებად და შეგიძლიათ ეს ყველაფერი ნახოთ და დაინტერესების შემთხვევაში მიხვიდეთ და დაესწროთ. ამით ჩვენ ვაჩვენებთ სახელმწიფოს, რომ ჩვენ აქ ვართ, არსად არ მივდივართ და გვაინტერესებს და სულ ერთი ჩვენთვის არ არის რა ხდება ჩვენ გარშემო, როგორ განიკარგება ბიუჯეტი, რა პროგრამები მტკიცდება, რა პროგრამები არ მტკიცდება და ასე შემდეგ. და ასევე პირისების დასმა საჯაროისთვის, როდესაც ჩვენ მათ ხვდებით. მაგალითად შეიძლება შევხვდეთ საკრებულოს წევრს ან პარლამენტის წევრს. ოღონდ იმისთვის, რომ ეს კითხვები არ იყოს უბრალოდ კითხვებისთვის და ხაწევისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამ საკითხებზე ვფიქრობდეთ ზოგადად და როდესაც დავდივართ ქუჩაში, ვაკვირდებოდეთ, რა არ მოგწონს, რა მოგწონს, რა პრობლემებს ვხედავთ და როგორ ვხედავთ ამ პრობლემის გადაჭრის გზებს. ეს არის ის, რაც რეალურად ყველას შეგვიძლია. ასე თუ ისე. და მესამე ძალიან მნიშვნელოვანი კითხი, რასთან დაკავშირებითაც მე პირადად მაქვს გამოცდილება და რითიც დაიწყო საერთოდ ჩემი აქტივიზმი და ჩემი ყველაფერი, ეს არის წერა. და წერა არის ის, თქვენ შეგიძლიათ რომ ეხლავე აკეთოთ. ჩემ მაგალითზე რო გითხრათ, როდესაც მე ჩამოვედი ამერიკიდან, სადაც მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამით ვიყავი, Flex-ით იგივე. აღმოჩნდი ბაკუუმში, იმიტომ რომ მე მინდოდა რაღაცის კეთება ისევ. ამერიკაში მე აქტიურად მოხალისეობდი, ვასწავლიდი აუტიზმის მქონე ბავშვს უსინათლოსთან ბრაილით წერა-კითხვას. ასევე ვიყავი მოხალისე ცხოველთა თავშესაფარში, სადაც ვეფერებოდი კატებს იმისთვის, რომ არ გაველურებულიყვნენ და მარტივი ყოფილიყო მათი გაჩუქება. და როდესაც ჩამოვედი აქ ეგრევე ასეთი მოხალისეობის შესაძლებელი იყო. და ვიყავი ძალიან დაბნეული, რომ მინდოდა ამ გამოცდილების სადღაც აღება ჭყალებში გაზიარება. და დედაჩემმა მითხრა პირობა, რომ დაწერეო ამ ყველაფრის შესახებ. მე მართლაც დავწერე და მე გამოვაქვეყნე ეს წერილი უსინათლოთა ჟურნალში, სინათლეში, რომ ეს ბრაილით იბეჭდება, ბრაილის შრიფტით. შემდეგ ერთ-ერთ ღონისძიებაზე დამპატიჟეს TSU-ში, სადაც საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის გრანტით დადგეს პრინტერები, ჩაწერეს კომპიუტერებში განხმოვანებელი პროგრამა, რომელიც უსინათლოებს გვჭირდება, ანუ გვიხმოვანებს ყველაფერს, რაც ეკრანზე ხდება. და იქ ერთ-ერთი მათი თანამშრომელი იყო ასევე Flex-ის კურსდამთავრებული. და როდესაც მან გაიგო, რომ მეც Flex-ელი ვარ, მან მითხრა, დაწერეო შესახებ, აი როგორ დადიხარ უნივერსიტეტში, რა პრობლემებს აწყდები, როგორ კითხულობ იქ მასას, როგორ საერთოდ. და მე მართლაც დავწერე ჩემზე მოხალისეობრივად ფილმი გადაიღო დოკუმენტური. მან მომთავაზა, რომ მესენჯერში ვმუშაობ ინგლისურენოვან გაზეთში და ამ წერილს დაგიბეჭდა იქ.
და ასე დაიწყო ჩემი მოხალისეობა, შემდეგ უკვე ამ საარჩევნო საერთაშორისო ფონდმა მიმიწვია რამდენიმე კონფერენციაზე, სადაც ჯერ უბრალოდ დამსწრეს და სიტყვის საშუალებაც მქონდა საჯარო გამოსვლის და ისე ნელ-ნელა გავაქტიურდი და დავიწყე წერა იმაზე, რაც ჩემ გარშემო ხდება. სანამ სკოლაში ვსწავლობდი, მე არ მეგონა, რომ ხა ის რომ მე თუნდაც უნივერსიტეტში ვისწავლიან რაღაცას გავაკეთებ, ეს ისეთი მნიშვნელოვანია ვიღაცისთვის. მაგრამ როდესაც მე უნივერსიტეტში ჩავაბარე და დავინახე, როგორი აღფრთოვანებული იყო ხალხი, რომ ვა, შენ უსინათლო ხარ და მაინც სწავლობ, ვა, ეს როგორნაირად, მე მივხვდი, რომ ეს მართლაც არ არის შეიძლება ჩვეულებრივი რამე და თან ხალხს გულწრფელად აინტერესებდა როგორ ვსწავლობდი. მათთვის ეს იყო წარმოუდგენელი და იმისთვის რომ რაღაც არ იყოს ისეთი წარმოუდგენელი, აუცილებელი ამ რაღაცზე დეტალურად ვისაუბროთ. იმისთვის რომ ადამიანებმა არ დაიწყონ მაგალითად მოფიქრება, რომ მე უბრალოდ იმიტომ ვიყავი სიტყვაზე უნივერსიტეტში, რომ ეს რაღაც საქველმოქმედოდ ცოდვაა ბავშვი, ყველა სწავლობს და ამასაც უნდა, აი ამ პრინციპით უბრალოდ საცოდაობის გამო დამსვეს და მეტი არაფერი. ან ვიღაცას გონია, რომ ვიღაცას უბრალოდ კარგი მფარველი პატრონი ჭყალებში ყავს და იმიტომ აღწევს წარმატებას. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ვისაუბროთ იმ ბარიერებზე, იმ პრობლემებზე, რისი გადალახვაც მოგვიწია და გზა გავიარეთ იმისთვის, რომ ვიყოთ იქ, სადაც ვართ, რომ ეს არ არის უბრალოდ რაღაც ერთი თვალის დახამხამება და მარტო გამართლება, რომ სახლში ზიხარ, ბუხართან და უცებ დაგეცემა ბედი. სწორედ, მაგრამ ამავდროულად, ხო, ანუ ეს ამისთვის არსებობს, იმისთვის, რომ ეჭვები გავფანტოთ, ეს წერა ამიტომ არის აუცილებელი, რომ გამჭვირვალედ ვიყოთ და ზედმეტი ბრალდებებისგან და ჭორებისგან თავი დავიზღვეთ, მაგრამ მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანია мотиваცია. იმიტომ რომ ერთია, რომ ეს ყველა ლინკები, აპლიკაციების, გათვლითი პროგრამების, ვაკანსიების, მოხალისეობის ყველაფერი, ეს კონფერენციების, ეს ყველაფერი სადღაც ქვეყნდება. მაგრამ ერთია, როცა შენ ახლა შენი Facebook ფრენდი, რომელიც შეიძლება შენი მეზობელი იყო, შენი კლასელი იყო, შენი ნათესავი იყო, ან არ იყო, როდესაც ის წერს, რომ მე ვიყავი იქ და მე ეს გავაკეთე. ამ დროს ადამიანებს უჩნდებათ რეალურობის განცდა, რომ ხო, ადამიანი ჩემი წრიდან, ჩემი უბნიდან, ჩემი ქალაქიდან, ჩემი სოფლიდან, მან შეძლო ეს ყველაფერი. ეს არ არის ციდან მოტანილი და ჰაერიდან მოტანილი. და თანაც ამ დროს შეგვიძლია სასარგებლო კონკრეტული ინფორმაცია და რჩევები მივცეთ ადამიანებს, როგორი მოგზაურონ ევროპაში, რომ ეს არ არის საშიში, რომ იქ ეგრე რაღაცა ძალადობის შევიწროების მსხვერპლი არ გახდებიან და არც განარკომანდებიან, არც გალოცდებიან და არაფერს ეს არ ნიშნავს. თუც ევროპაში წავსვლა და პირიქით. ხო, თუნდაც. ეგ შეგვიძლია ზუსტად იმით ვაჩვენოთ, რომ ამ ყველაფერზე ღიად დავწეროთ და ვისაუბროთ და კონკრეტული რჩევები, როგორ გაიგნოს ადამიანმა გზა მაგალითად, როდესაც ჩამოდის ქალაქში პირველად, გადადის სასწავლებლად, საცხოვრებლად, თავისი მშობლებისგან დამოუკიდებლად. ჩვენ ამ ყველაფერზე კი ვლაპარაკობთ ჩვენ სამეგობრო წრეში, მაგრამ აქტივიზმი არის სწორედ ის, რომ ჩვენს უშუალო სამეგობრო წრეს გავცდეთ და ასეთი რაღაცები მოყვეთ საჯაროდ და გავუზიაროთ უფრო მეტ ადამიანს, უფრო ფართო წრეს. თქვენ ვერ და ჩვენ მეც თავის დროზე ვერ წარმომედგინა, პრინციპში მე წარმოვიდგენდი, რომ მე როცა სკოლაში ვსწავლობდი, სულ მაინტერესებდა, რომ აი სკოლას რო ამთავრებენ, მე უნივერსიტეტში როგორ სწავლობენ. იქ ხომ მარტო უსინათლოები არ სწავლობენ, მხედველები სწავლობენ და რანაირად იწერენ გამოცდებს, როგორ აბარებენ, რას როგორ აკეთებენ, მაგრამ მაშინ ამაზე ჩვენ სკოლაში კურსდამთავრებულები არ მოდიოდნენ და არ საუბრობდნენ, არ აზიარებდნენ ამ გამოცდილებას. ამიტომ მე როდესაც დავამთავრე სკოლა და ჩამოვედი ამერიკიდან, პირველი რაც მე გავაკეთე, სწორედ ჩვენ სკოლაში გავაკეთე შეხვედრა და ამ საკითხებზე მე და რა მდგომარეობაშიც ვიყავი, ამ ყველაფერზე ვილაპარაკე. მარტო განსაკუთრებით იმათ, ვინც მაგალითად რეგიონიდან წახვედით უფრო მსხვილ ქალაქში სასწავლებლად. თქვენ შეგიძლიათ ახლა მით უმეტეს ლაივი ჩართოთ და ესე
ან როდესაც ეპიდემია დასრულდება, უკვე შეგიძლიათ რომ მიხვიდეთ თქვენ სკოლაში ფიზიკურად და მოუყვეთ ბავშვებს იმ ყველაფერზე, ხო, როგორ გაიგენით გზა ქალაქში, როცა ჩამოხვედით, როდესაც იზბინა, როგორ აღმოაჩინეთ, რომ იზბინა რომელიც იქირავეთ, მაგალითად ძალიან ძვიად იქირავებიათ და უფრო უნივერსიტეტთან უფრო ახლოს, უფრო იაფადაც იშოვება. ან როგორ დაიკარგეთ, ან პირიქით არ დაიკარგეთ. ხო, გოგოებს განსაკუთრებით ემართებათ კიდევ და ხდება სხვადასხვა ტიპის შევიწროებები ტრანსპორტში და ასე შემდეგ. ესეც როგორ გადალახეთ. არ ვიცი, სხვადასხვა სიამოვნო კომენტარები, თუნდაც უბრალოდ სტრესი იმით, რომ ახლა მარტო ხარ და შენ თვითონ უნდა მიხედო შენს თავს და გადაწყვიტო, მაგალითად დღეში რამდენ ფულს ხარჯავ რაში და რას ყიდულობ და როგორ. და სხვათა შორის ბიუჯეტირების უნარები, ანუ ფულის სწორად განკარგვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ფინანსური წიგნიერება იმისთვის, რომ შეზღუდული ფინანსური რესურსების პირობებში არ ვიყავით ისეთ რაღაცებში, რაც არ გამოგვადგება და მერეც არ ელჯიბით არ დავრჩეთ, არ მოგვიწიოს მერე წელიწადში 30%-იანი სესხის აღება. მაგალითად, თვეში 1%, წლიურ 1%-ში და ასე შემდეგ. ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ფინანსურ წიგნიერებაზე ლექციები, ლაივები და ზუსტად ეხლა ამ წუთას გამიჩნდა იდეა, რომ ამ საკითხზე ლაივი მაინც ჩავწერო. ასევე ეს არის სიკეთეები, რომელიც მოაქვს ზუსტად სამოქალაქო აქტივიზმს სფეროში, ერთმანეთის დახმარებას, ერთმანეთის გაძლიერებას. რეალურად რაც უფრო ძლიერი ადამიანები გვეყოლებიან გვერდში, მით უფრო გაგვიმარტივდება ჩვენი საქმის კეთება, როდესაც გავხდებით ლიდერები, იმიტომ რომ ყველაფრის კეთება არ მოგვიწევს ჩვენ მარტო და გვეყოლებიან ადამიანები, რომელსაც ცოდნაც ექნება, უნარებობას, მიღების და პასუხისმგებლობის თავისთავად აღების. ამიტომ ერთმანეთის გაძლიერება არ გვეგონოს, რომ ვიღაცა ჩვენი კონკურენტია და ასე შემდეგ, ერთმანეთის გაძლიერება ყოველთვის მხოლოდ დადებიც მოგვიტანს საბოლოო ჯამში, როდესაც გვეყოლებიან გვერდში წარმატებული ადამიანები, საქმის გამკეთებელი, რომელსაც აღარ სცალიეთ და დრო არ აქვთ იმისთვის, რომ ვიღაცის შეშურდეთ, ვიღაცაზე დაიბოღმონ, იჭორაონ, ვიღაცას რაღაცა გამოუგონონ, იმიტომ რომ მარტივად თავიანთი ცხოვრება აქვთ და არ ჭირდებათ სხვისი ცხოვრებით ცხოვრება და ამიტომ არ მოგვერიდოს და არ შეგვეშინდეს სხვებისთვის გამოცდილების გაზიარება. პირიქით, ჩვენი ძალა, ჩვენი გავლენა იზომება არა იმდენად იმაში, ჩვენ თვითონ რამდენ პროექტში მოწასვლას და პროექტში გამარჯვებას, არამედ იმაში, რამდენ სხვა ადამიანს მოვუტანთ სარგებელს და რამდენ სხვა ადამიანს შევუწყობთ ხელს წელის გამართვაში. ასე ვთქვათ. ეს არის, ხო, და რა თქმა უნდა, ინფორმაციის გაზიარება, ხო, იგივე ლინკების, იმიტომ რომ მაგალითად შეიძლება და ძალიან ხშირია, რომ ადამიანები, რომლებსაც დადიან სხვადასხვა პროექტებით, არ იღებენ ამაში მონაწილეობას, არც აქვთ მოწონებული ისეთი გვერდები და არც არიან ისეთ ჯგუფებში, სადაც შესაძლებლობებზე ზიარდება ინფორმაცია. ამიტომ ჩვენს ტაიმლაინებზე თუ ამაზე ვისაუბრებთ და ამას გავაზიარებთ, შეიძლება ჩვენი ტაიმლაინიდან ჩვენმა ასეთმა მეგობრებმა ესეთი გვერდები ნახონ და აღმოაჩინონ. თან კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ როდესაც ნაცნობისგან მოდის ინფორმაცია, მას გაცილებით უფრო მეტი სანდოობაც აქვს. ეს მინდოდა დღეს რომ მეთქვა, წარმატებები ყველას, გისურვებთ ჯანმრთელობას, სიმდეს, შეგიძლიათ და გისურვებთ იმას, რომ იპოვოთ რაღაც ისეთი, რაც გაგართობთ და არ მოგცევთ საშუალებას, რომ დაჭკნეთ ამ სახლში ყოფნის პერიოდში და პირიქით უფრო მეტი უნარით და შესაძლებლობით გახვიდეთ სახლებიდან და რომ ჩვენ ამ უნარით ცოდნით, ვიდრე ამ პროცესში ჩვენ შევედით. მადლობა ყურადღებისთვის და დროებით. მადლობა მოსმენისთვის.